გამარჯობათ. დღეს გვექნება საჯარო გაშლა ლენორმანის საშუალებით, სახელწოდებით ჩაფიქრებული პიროვნება რეალურად რას ფიქრობს, რას გრძნობს თქვენთან დაკავშირებით. თქვენი მხრიდან ენერგო ბალანსირებისთვის და სტიმულისთვის რაც თავარი არის, საჭირო არის რომ მოახდინოთ მოწონება, კომენტარი, გაზიარება, მათთვისაც ჩემი არხი გამოწერილი არ გაქვთ რომ გამოიწეროთ. პირადი კონსულტაციისთვის მეკავშირდებით Facebook-ის ან Instagram-ის გვერდზე. ასევე შეგახსენებთ, რომ მე მაქვს ჩემი საავტორო წიგნი მაგიური მცენარეები, ესე ჰქვია, შეგიძლიათ შეეძინოთ როგორც ბიბლიოსის ყველა ფილიაში საქართველოს მასშტაბით, ასევე შეგიძლიათ ლატერნას მაღაზიაში შეეძინოთ. მოდით ვნახოთ თქვენ მიერ ჩაფიქრებული პიროვნება რეალურად რას ფიქრობს თქვენთან დაკავშირებით. პირველი ვარიანტი, რას გრძნობს, მეორე ვარიანტი და მესამე ვარიანტი. შეხედეთ კარტებს, დაფიქრდით, აირჩიეთ სასურველი ვარიანტი, ვინც ვერ მოასწარით არჩევა, შეგიძლიათ დააპაუზოთ, მე დავიწყებ პირველი ვარიანტის წარმომადგენლებისთვის. თითო ვარიანტზე თითო ადამიანი უნდა ჩაუთქვათ. პირველი ვარიანტის წარმომადგენელი, რას ფიქრობს თქვენთან დაკავშირებით? აი აქ, რასაც მიჩვენებს მე სიტუაციას, იცით როგორი მდგომარეობა არის, ეს ადამიანი ძალიან თავგზარეულ მდგომარეობაში არის და შეიძლება ითქვას, რომ იმყოფება სრული სიტყვის მნიშვნელობით ლაბირინთის მდგომარეობაში. ვერ ყალიბდება საკუთარ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და თქვენთან მიმართებაში რა როგორ განახორციელოს, როგორი ასე თქვათ ბოლომდე ფიქრი ჩამოუყალიბდეს ან რა გააკეთოს სიტუაციური კუთხით, ხო? ეს არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანი საკმაოდ ჩამოუყალიბებელ პოზიციაში იმყოფება. გარკვეული კატეგორიისთვის შესაძლებელი არის გადათამაშდეს ესეთი მომენტიც, რომ თქვენსა და კონკრეტულ სიტუაციას ან ადამიანს შორის შესაძლებელი არის არჩევანის გაკეთება უჭირდეს ან ვერ ღებულობდეს პასუხისგებლობა საკუთარ თავზე, რომ თქვენთან მიმართებაში უფრო სერიოზული ნაბიჯი გადადგას, ან უფრო სერიოზულად იყოს ორიენტირებული, რაც შეიძლება რომ თქვენ გინდოდეთ ურთიერთობის მხრივ. კი, ინტერესი აქვს, მაგრამ მთლიანობაში მაინც ძალიან ჩამოუყალიბებელი ტიპაჟის კატეგორია არის. რო ვეკითხები, რომ რას გრძნობს თქვენთან დაკავშირებით, ამ ეტაპისთვის მიჩვენებს, რომ ეს ადამიანი ბოლომდე რო გითხარ აი სიტყვაზე უყვარხარ ან არ უყვარხარ, ესეთ რამეს ვერ ვიტყვი. შეხედეთ უფრო მეტად მიჩვენებს, რომ საკუთარი თავის დაკვირვების პროცესში არის. გარკვევის პროცესში შენთან მიმართებაში რა უნდა და რა მიმართულებით უნდა წაიყვანოს ურთიერთობა. კი, სიმპათიები არის, კი, სურვილები არის, მაგრამ ეს ბოლომდე არ არის საკმარისი იმისთვის, რომ იმაზე უფრო მეტი სერიოზული ნაბიჯები გადადგას, რაც შეიძლება რომ ამ ეტაპისთვის გქონდეთ, ხო? მთლიანობაში გულგრილი არ არის, მაგრამ ძალიან ჩამოუყალიბებელი ადამიანი არის პირველი ვარიანტი. დამიწერეთ რამდენად რეზონირდა და თქვენთან რამდენად ახლოს იყო, გადავდივარ მეორე ვარიანტზე. ჩაფიქრებული პიროვნება რას ფიქრობს თქვენთან დაკავშირებით და აქ პირდაპირ პირველივე ინფორმაცია რაც მოდის, ეს არის სურვილი მუდმივად თქვენს გარემოცვაში იტრიალოს, სურვილი თითქოს შენთან იყოს პირდაპირ მნიშვნელობით, ხო? მათ ვისაც გარკვეული კუთხით დისტანციური ურთიერთობები გაქვთ, შეიძლება პირდაპირ მნიშვნელობით ესეც აისახებოდეს სიტუაციური კუთხით, რომ მუდმივი სურვილი შენთან მოსვლის თემის, ხო, შენთან ყოფნის სიტუაციისა. ისინი, ვინც არ იმყოფებით დისტანციურ თემებში, შემიძლია ვთქვა, რომ მუდმივად აქვს შენთან მიმართებაში ფიქრი, რომ რაღაცა უფრო მეტად უნდა შეიცვალოს უკეთესობისკენ, რაღაცა კუთხით უფრო მეტად წინ უნდა წავიდეს სიტუაციები, ხო? თითქოს ზედმეტად ერთ ადგილზე ტრიალებთ და რეალობა უკეთესობისკენ ფიზიკურად არ შეცვლილა. აი ამ ეტაპისთვის გრძნობის კუთხით რო ვეკითხები, რომ რას გრძნობს, ხო? პირდაპირ მნიშვნელობით სურვილი შენთან ოჯახური გარემოსი, სურვილი შენთან გარკვეული კუთხით ჩამოაყალიბოს ისეთი სახის ურთიერთობა და სიტუაცია, რაც სამომავლო თემაში თუ არ ხართ დაოჯახებულ თემაში, აუცილებლად გამოიღებს შედეგს და დაოჯახების სიტუაცია იქნება. ხოლო ისინი, ვინც ურთიერთობაში იმყოფებით, მაგრამ მაინც გარკვეული კუთხით რაღაც გაუგებრობები არის, ვიტყოდი ესეთ რაღაცას, რომ ამ ადამიანს ამ ეტაპისთვის აქვს რთული პერიოდი, რის საფუძველზეც იქცევა მისი ესეთი არაორდინალური გამოვლინებების კუთხით, იმიტომ იქცევა ესე. უფრო მეტად ეცადეთ, რომ გაგების კუთხით მოეკიდოთ არსებულ ადამიანს, სურვილი შენთან ყოფნისა აქვს, სიმპათიები არის, სურვილები არის, უბრალოდ რთული პერიოდი აქვს, ანუ ბოლომდე წასული ეს ადამიანი შენი ცხოვრებიდან ან გაცილებულ მდგომარეობაში ფიზიკურად არ არის, უფრო მეტი მოთმინება გამოიჩინეთ. დამიწერეთ რამდენად რეზონირდა არსებული სიტუაციები თქვენთან და გადავდივარ მესამე ვარიანტის წარმომადგენლებზე. მოწონება, კომენტარი, გაზიარება არ დაგავიწყდეთ.
საკმაოდ კარგად არის თქვენ და მიგანწყობილი ფიქრების კუთხით. შეხედათ როგორი ადამიანი არის, ეს არის ადამიანის კატეგორია, რომ რაღაცა მომენტში კი შეიძლება იბუზღუნოს, რაღაც მომენტში შეიძლება აგრესია გამოხატოს, მაგრამ მთლიანობაში მაინც ყველაფრის მიუხედავად შინაგანად ის რაც გულში უდევს, ცდილობს რომ ბოლომდე გარეთ არ გამოიტანოს. აქ ეს არის ერთგვარი თავდაცვის ინსტინქტი, რომ გონია რომ თუ კარგად იქნება გამოვლენილი მისი მხრიდან რაიმე ქმედება, ან უფრო მეტად დაგაჯერებს, რომ შეიძლება გზნობები გქონდეს შენ და ამით თითქოს შენ მე შეიძლება ამით ისარგებლო. ხო, შიშის თემები აქვს, რომ ზედმეტად შენზე მიჯაჭვული არ გახდეს, ზედმეტად შენზე დამოკიდებული არ გახდეს. რეალურად ადამიანი ყველაფრის მიუხედავად, რაც სიტუაციაც არ უნდა ქონოდეთ, საკმაოდ კარგი განწყობით არის შენთან მიმართებაში, კარგი დამოკიდებულებით არის. პროტესტები, რაღაცა ბუტიაობების თემები შესაძლებელი არის მომენტებში გქონდეს, მაგრამ მთლიანობაში კარგი განწყობას მიჩვენებს ადამიანისგან. გზნობების კუთხით რა ვეკითხები, რომ რას გზნობს თქო, წერილის მდგომარეობით შემიძლია თქვა, რომ ეს ადამიანი ელოდება კონკრეტულ სიტუაციას, კონკრეტულ მომენტს, როდესაც გარკვეული სახის იზრდქმედებას განახორციელებს, რაც თქვენ სიტუაციას წინ წაწევს, რაღაც ახალ ეტაპზე გადაგიყვანთ, რაღაც ახალი განვითარების შანსები შეიძლება მიეცეს თქვენს კომუნიკაციას, თქვენს ურთიერთობას, სამომავლო პერსპექტივების კუთხით, ხო? რეალურად ამ ადამიანს შენ ნაყოფნი სიტუაციები უნდა რომ რაღაც ახალ ეტაპზე გადასვლის თემები იყოს, უბრალოდ ამ ეტაპზე თითქოს აი ზოგადად შთაბეჭდილება მრჩება რაღაცას ელოდება კონკრეტულ პერიოდს, რომ მიზეზი ჰქონდეს, რომ ეს ქმედება განახორციელოს. შენთან მიმართებაში იმაზე უფრო მეტად სერიოზული ურთიერთობები უნდა და ასე ვთქვათ, გეგმები აქვს, ვიდრე შეიძლება შენ ამ ეტაპისთვის გეგონოს. შენ მის ცხოვრებაში ხარ როგორც ადამიანი გამართლება, ადამიანი წარმატება, ხო? მას პირდაპირ მნიშვნელობით ასე თქვათ, უნათებ გზას შეიძლება ესეც ითქვას, ხო? აი ესეთი იყო სამი ვარიანტის არსებული თემები. დამიწერეთ კომენტარებში, რამდენად რეზონირს და რამდენად ახლოს იყო თქვენთან. პირადი კონსულტაციებისთვის მიკავშირდებით Facebook-ის ან Instagram-ის გვერდზე. გემშვიდობებით. ნახვამდის მომავალ შეხვედრამდე. გამოიწერეთ ჩემი არხი, რომ არ გამოტოვოთ საინტერესო სიახლეები.